კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურა მოდიშარიამ სტრასბურგის საშობაო ბაზრობასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა. 24 ნოემბერს სტრასბურგში საშობაო ბაზრობის გახსნას თავად მინისტრი გურა მოდიშარია, მისი პირველი მოადგილე ალექსანდრე მარგიშვილი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრებიან. კულტურული პროგრამის ფარგლებში გაიმართება კონცერტები, შედგება ფოტოგრაფთა ექსპოზიცია და მოეწყობა ქართული კინოჩვენებები. პირველად ხდება ეს, რომ საქართველოს 4 მილიონ ადამიანს სტუმარს სტრასბურგისას დამატებული ამ საპარლამენტო ქალაქის ცხოვრებლებთან ექნებათ კონტაქტი და შეხვედრა. ანუ ეს იქნება ის ერთი თვეზე მეტი, როდესაც მთელი სტრასბურგი გაიჟღინთება ქართული კულტურითა და ხელოვნებით. ქართული ფილმების ჩვენება, ეს არის ნარევი, როგორც თანამედროვე ფილმების, როგორც არის ქუჩის დღეები, შანტრაბა და გაღმანაბელი, მაგრამ ასევე ქართული კლასიკა, ცისფერი მთები, ჩემი ბები, აქეთო და კოტე, რა თქმა უნდა გამოიწვევს ინტერესს. იქნება წარმოგვიდგენილი ჩვენი 3 კონცერტი 7, 8 და 9 დეკემბერს იქნება 3-ვე კონცერტი ტაძარში და ჩვენ დაახლოებით წარმოადგენთ საათნახევრიან პროგრამას სიმღერებს საქართველოს სხვა კუთხის ხალხურ სიმღერებს და ასევე იქნება საგალობლებით. ეროვნულ ბიბლიოთეკას ემიგრანტ საზოგადო მოღვაწეთა უნიკალური დოკუმენტები